მშვიდობისა კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. ალიკო ელისაშვილისთვის საჰკვეთის ღონისძიება უნდა გადაწყვიტოს დღეს სწორედ იმ სასამართლომ, რომლის დაწვასაც პოლიტიკოსი შეეცადა. იზოლატორში მყოფ ძლიერი საქართველოს ლელოს ერთ-ერთ ლიდერს ბრალი ოფიციალურად გუშინ დღის ბოლოს წარუდგინეს. თავდაპირველად მის წინააღმდეგ საქმე ნივთის დაზიანების ან განადგურების მცდელობის მუხლით მიმდინარეობდა, მოგვიანებით მისი გადაკვალიფიცირება მოხდა და ამჟამად მას ტერორიზმში ადანაშაულებენ. ელისაშვილი შაბათს გამთენიისა საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობისას დააკავეს. მომხდარი სამსახველი ვიდეოკადრები პროკურატურამ გაავრცელა. უწყების ცნობით შენიღბული ელისაშვილი ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალითა და ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული მივიდა. უწყების ინფორმაციით, შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში მან მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებსა და დოკუმენტაციაზე ელისაშვილმა დაასხა ალებადი ნივთიერება და ხანძრის გაჩენა სცადა, თუმცა ამის საშუალება მას მანდატურებმა არ მისცეს და რამდენიმე წუთიანი წინააღმდეგობის შემდეგ დააკავეს. დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს ერთ-ერთი მანდატური, დაზიანებები მიიღო თავად ელისაშვილმაც. ამ ეტაპზე საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებს. დაკავების პროცესში მანდატურის სამსახურის 3 თანამშრომელი ცდილობდა ალექსანდრე ელისაშვილის განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას. თავდამსხმელი თავის მხრივ ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.323 მუხლის პირველი ნაწილით. ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. ელისაშვილის ქმედებასა და მის წინააღმდეგ აღძულ საქმეს ეხმიანებიან პოლიტიკოსები. ხალხის ძალა დარწმუნებულია, რომ მომხდარი ძალადობრივი ფაქტი მთლიანად დღევანდელი ოპოზიციის სახეა. ხელისუფლების ოპონენტები კი უარს აცხადებენ, პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები რეალობად მიიღონ და ამბობენ, რომ მიმდინარე პროცესები ოპოზიციის დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელებაა. ნამდვილად ვერ დავიჯერებთ იმ ვერსიას, მათ შორის აწყობილი ვიდეოებით გავრცელებულს მიზანი არის ოპოზიციის დისკრედიტაცია და მისი ძალადობრივ დაჯგუფებად წარმოჩენა, რასაც ვერ ახერხებს და ვერ მოახერხებს. იმიტომ რომ დღეს ის ბრძოლა, რომელსაც მათ შორის რუსთაველის გამზირზე ვხედავთ, არის ფართო საზოგადოებრივი ბრძოლა. საზოგადოებამ კარგად ნახა ეს მათ შორის ეს კადრები, ნახა ისიც რომ ადვოკატი რას საუბრობდა, თავად ელისაშვილი რას ამბობდა ამ საქმეებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად საჯაროდ არის აღიარებული ის ფაქტები, რაც ისაც საზოგადოებამ იხილა და გაიგო და გამომდინარე აქედან დასკვნა არის ერთადერთი. სამწუხაროდ ეს არის სახე დღევანდელი ნაცმოძრაობის მისი ფილიალების ამ ხალხს უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. ცეცხლის წაკიდებით გადაწვი. თინა ბოკუჩავას მოწოდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ არ მიიღოს პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი წარმოებაში სასამართლოზე ზეწოლად აღიქვავენ მმართველ გუნდში. ქართული ოცნების მტკიცებით ნაციონალური მოძრაობა ამჯერადაც ცდილობს კონსტიტუციური ჩარჩოდან პოლიტიკური პროცესები გაიტანოს. საკონსტიტუციო სასამართლოს ბოკუჩავამ გუშინ დღის ბოლოს გამართული ბრიფინგიდან მიმართა და სარჩელს სამარცხვინე უწოდა. გვინდა მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს არ მიიღონ ეს სამარცხვინო სარჩელი წარმოებაში და ის დაუშვებლად ცნონ. მისი რეალური მიზანი არის საქართველოში დემოკრატიული წესწყობილების დასამარება და ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარება. ამგვარი დაუსაბუთებელი სარჩელის წარმოებაში მიღება არა რომელიმე პარტიის, არამედ თავად საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების ტოლფასია. გამიჭირდება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება და არც იქნება სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წინასწარ ვისაუბრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალურ მოძრაობას
და ნაციონალური მოძრაობის წევრებს, ადამიანებს, რომლებიც ფრხილებული არიან სისტემური დანაშაულების ჩადენაში წლების განმავლობაში და მათ შორის ფრხილებული არიან არა მარტო ქართული სასამართლოს მიერ, არამედ ევროპის ადამიანის უფლებათა და სასამართლოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ, ნამდვილად ეშინიათ თავისი წარსულის, ნამდვილად ეშინიათ თავისი პოლიტიკური ცოდვების. ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის ამ წლების განმავლობაში ცდილობს, რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გაიტანოს პოლიტიკური პროცესი. ქუთაისში მომხდარ მკვლელობაში დამნაშავის დადგენა დაკავების მიზნით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. გუშინ ღამით დაუდგენელმა პირმა გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან სისხლიანი გარჩევის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 3 პირი დაჯრა. 3 მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი დაიღუპა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფლორიდაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპმა. Air Force One-ის ბორდზე ჟურნალისტებს ამერიკის პრეზიდენტმა უთხრა, რომ უკრაინას რამდენიმე რთული პატარა პრობლემა აქვს და კორუფციული სკანდალი, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვაა გახვეული, ქვეყანას არ ადგება. ტრამპი მეორებს, რომ უკრაინულ მხარეს სამშვიდობო შეთანხმების დადების კარგი შესაძლებლობა აქვს და ამბობს, რომ მოლაპარაკებების დასასრულებლად დედლაინი არ დაუწესებია. ამერიკა უკრაინის დელეგაციების შეხვედრას ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტიც ვოლდიმერ ზელენსკი წერს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის რუსტემ უმეროვის საუბარი კონსტრუქციული იყო. ცნობილია, რომ პუტინთან შესახვედრად ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მოსკოვში დღეს გაემგზავრებიან. მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტთან აუდიენცია ხვალისთვისაა დაგეგმილი. ისრაელის პრემიერმა ქვეყნის პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. საქმე ეხება კორუფციის ბრალდებით ბენიამინ ნეტანიაჰუს წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს. ნეტანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო პროცესმა ქვეყანა გახლიჩა და ისააკ ჰერცოგის შეწყალება ეროვნული ერთიანობის აღდგენას ხელს შეუწყობს. პარალელურად თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ჰერცოგისგან ითხოვენ ნეტანიაჰუს თხოვნა არ დააკმაყოფილოს. ბუდაპეშტში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს თბილისის მერი დელეგაციის წევრებთან ერთად. მერის პრესსამსახურის ცნობით დაგეგმილია გახგალაძის შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიარტოსთან, ასევე ის მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას ეხება. თბილისის მერი დელეგატებს სიტყვით მიმართავს. ვიზიტი უნგრეთში ხვალ დასრულდება. როგორც ელთო საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო მისიის წევრები ყირგიზეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები. ამ შესახებ ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს და ყირგიზ ხალხს კეთილდღეობასა და სტაბილურ განვითარებას უსურვებს. პროექტი ჯადოსნური დღეები ამჯერად სენაკში ღონისძიება აფხაზეთიდან დევნილი 3-დან 12 წლამდე ასაკის 1500-ზე მეტი ბავშვისთვის სააქტიობების მოწყობას ისახავს მიზნად. ის საერთო ჯამში საქართველოს მასშტაბით არსებულ დევნილთა 10 კომპაქტურ დასახლებაში ხორციელდება. პროექტი 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ბატონი გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით აქტიურად ხორციელდება პროექტი, რომლის მიზანია კომპაქტურ ჩასახლებში მცხოვრები ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის გასართობი აქტივობების მოწყობა. პროექტში ამ ეტაპისთვის ჩართულია 1500-ზე მეტი ბავშვი და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გურჯაანში დასრულდა. გალა კონცერტზე მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა კლასიკიდან თანამედროვე მუსიკის ჩათვლით იყო წარმოდგენილი. ფესტივალში ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. სამდღიანი ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით შედგა. ყველა მიცის ქართული სიმღერა ჩემთვის რა არის და დღეს იყო ზეიმი, ნამდვილი ზეიმი მუსიკის, ნიჭიერების და რაც მთავარია ეს აპლოდისმენტები, ეს შეხვედრა, ეს გულითადი ემოცია და სითბო, რომელიც დარბაზიდან მოდიოდა სცენაზე, არ დაგვავიწყდება არასდროს არავის. შესანიშნავი კონცერტი იყო, ამდენი შესანიშნავი მომღერალი აჟღერდა
გრანდიოზული ქართული მუსიკა და ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ, რომ ასეთი ისტორიული კონცერტის მონაწილეები ვართ. სხვა ემოციები გვაქვს. ყველა იმ მუსიკოს, რომელიც სცენაზე იყო, არაერთი მუსიკოსი იდგა დღეს სცენაზე. ის მუსიკოსები, რომლებიც მსოფლიო სცენებს იპყრობენ და არიან უდიდესი ვარსკვლავები. მინდა ყველა ადამიანს მადლობა ვუთხრა, ორგანიზატორებს, გურჯაანს, ქალაქ გურჯაანს, კულტურის სამინისტროს, ყველა იმ ადამიანს, ვინც აი ამ ზეიმის მოწყობაში მიიღო მონაწილეობა. დღეს ამბების ნახევარწლად ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.g შეგიძლიათ. კურიერი 9 საათზე ამით დასრულებულია.